ეს არის კატასტროფა. ძალიან ხშირად ავარიებია. ერთ ბავშვს ხელი მოაწყვეტა მაგალითად და თურქეთში რამდენიმე ოპერაცია დაჭირდა შარშანწენ. და აქ გარდაიცვალა აგერ კაცი კუთხეში. რაღაცა სხვა უნდა მოიფიქრონ. გადასასვლელი ზებრა კი არა მხოლოდ რაღაცა სხვა, ან მიწისქვეშა გადასასვლელი, ან ზემოდან გადასასვლელი, იმიტომ რომ უჭირთ გადასვლა. მანქანებიცაც წყვეტილი მოდიან, ზოგი მოხუცია ვერ ხდება როგორ გადავიდეს. დიდ ნაწილზე, აი ხელვაჩაურის დიდ ნაწილზე ეს არის საშინელი პრობლემა. შუქნიშანიც არ არის. აი ეს მაინც ხო შეიძლება რომ იყოს. მეტი როგორ გითხრათ, იხოცება ხალხი ლამის ყოველთვეში ერთხელ ან სახით ჭრდება. აი ამ ადგილზე კონკრეტულად და მეტი რა ვიცი, რა შეიძლება მოხდეს კიდე რომ შეიცვალოს რამე. კიდე მინდა გითხრათ რომ სკოლა არის ქვემოთ, აი სადღაც ორი გაჩერება აქედან. რომ ნახოთ, საერთო ტროტუარი არ გააჩნია, მე მეშინია ხოლმე რომ ვიარო. იმდენად ვიწროა და ელოდები რომ ახლა საიდან შეიძლება დაგეჯახოს მანქანა. თვითონ მოსწავლებისთვის არის კატასტროფა. ყველაზე მეტად როგორიც არ შეიძლება იყოს იქ სასიარულო გზა. აი ზუსტად ისეთია. ტროტუარი საერთოდ არ არსებობს. მე იმდენი ტალახი და დიდი გუბეებია, ფიზიკურად რომ მოერიდონ, უნდა იარონ ჩვეულებრივად მანქანებს შეუვარდნენ პირდაპირ ბორბლებში. ვაპირებდი რომ დამეწერა მერიაში ამასთან დაკავშირებით შემეტანა განცხადება. მე მეგონა აქ დაიწყეს გაკეთება, მიხვდით აი ეს ინფრასტრუქტურის, ეს მოაწყვეს, არ იყო ესე, გაალამაზეს, გააკეთეს, მაგრამ ზის პრობლემა ვერ აღმოიფხვრა ვერანაირად, თორე საერთოდ არ აკეთებენ არაფერს არ ვიძახეს.